მოგესალმებით, ჩემო კარგებო. აბა როგორ ხართ? ჩვენ მოვედით სკოლიდან, კამილა მოვიყვანე, მილენა თავისით მოვა, რადგან ძალიან ცივა გარეთ და ეზოში ვერ დაველოდე. ასე რომ მილენა თავისით მობრძანდება სახლში. აბა როგორ ხართ? რა შვებით? მე დღეს ჭადები მაქვს და ესე ლობიო მშრალად, ლობიო სალათა, ასე ვთქვათ, მშრალად ზეთთან და მწვანილებთან, სუნელებთან, ხახვთან, მიოსთან გემრიელია ძალიან. ერთი პარტია ჭადები უკვე გამოვაცხე. აგერ მეგობრებო, ეხლა კიდე გავაგრძელებ, ჯერ კიდე ბოლომდე არ მოვჭი. ხელებს დავიბან. აუ დღეს ფეირი იყო აქციაში ორნაბიტში, მეტა მეყიდა. მიმთავრდება თან და მეგობრებო, ძალიან კარგი ამბავი მაქვს. სულ რამდენიმე დღეში ჩემს არხზე იქნება 50,000 გამომწერი. სულ ცოტა გადარჩა. ისე მიხარია, იმეტი რომ არ შეიძლება. და დავდე, ასე ვთქვათ, პოსტი გამოკითხვის ვარიანტში, სადაც შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ თქვენი მოლოცვები, ძალიან გამიხარდება და რა თქმა უნდა, ყველას წავიკითხავ. იმ დღეს, როცა უკვე გვეყოლება ეს ძალიან ლამაზი მრგვალი ციფრი და ძალიან გამახარებთ თუ ძალიან ბევრ კომენტარებს დაწერთ. ძალიან მიხარია მე თვითონაც, აი, ვერ წარმოვიდგენიათ ამდენი ხართ, აი, რა ვიცი, ჩემი დიდი გული ყველას თქვენ და უღრმესი მადლობა რომ გვიყურებთ. ეხლა სულ ცოტა გადამრჩა, სადაცაა უკვე მილენაც მოდის. დღეს ჩემი ბიძაშვილიც უნდა მოვიდეს ჩემთან წესით. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ წესით უნდა მოვიდეს, თუ ისევ არ გადამაგდო და რამე სხვა საქმე არ ექნება. დიდი ხანი არ მინახია. მართლა დიდი ხანი არ მინახია, სადღაც 9 წელი ალბათ. ზაფხული არ მინახია და სექტემბრის აქეთაც არ მინახია. 9 წელი ვეჭველი გავიდა. აი, მაგრამ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ. კი არა და ძალიან ახლოს ვცხოვრობთ ერთმანეთისგან. მე მუხიანში, ის გლდანში, მაგრამ აბა საქმე და ვერ ვხედავთ ერთმანეთს ფაქტიურად. მოკლედ. კიდე რა მინდოდა მეთქვა. ხო, რატო აგვიცივდა ესე ძალიან? იცის ვინმე? რა ხდება? აუ ქარი რო არ იყოს, ქარის მაგივრად თოვლი ყოფილიყო არ ჯობდა. მაგრამ ჩვენ ვინ გვეკითხება? ჩვენ ვინ გვეკითხება? წვანილი მაქვს გაყინული, ლობიოსთვის ახლა გადმოვიღებ. მერე შიგვე კი გალღვება, მაგრამ დილიდან იმდენი საქმე მაქვს ხოლმე. ყოველთვის ვერ ვასწრებ სადილს. დაჭრილი დავტოვე ეხლაც. ხახვი. აგერ დაჭრილი მაქვს უკვე. მაღაზიაშიც რაღაცეები ვიყიდე, გაჩვენებთ. 2 კრუასანი, ბავშვებს სკოლაში აქციაში იყო და ბავშვებს უყვართ ეს კრუასანი. ორ-ორი ჩუდო იოგურტი, რა თქმა უნდა, ორივეს ერთნაირი ყველაფერი, რომ არ იჩხუბონ და ასე შემდეგ. 2 შოკოლადის ჩუდო. 2 ესეთი ინდაურის პაშტეტი, ესეც აქციაში იყო სხვათა შორის. ეს ბებიებს უყვართ ძალიან ეს პაშტეტები. 1 ტუნეცი მარილიან წყალში. 1 კიტრის მწნილი.
ესეც აქციაში იყო. სხვათა შორის ისე გაძვირდა ეს ფასები, რომ ვიფიქრე, რომ რაც არ იყოს ფასდაკლებაში, აი ახლა მინდა თუ არ მინდა ამ წუთას, მაინც უნდა ვიყიდო. რაც ჩვენს ოჯახში იჭმევა, იმიტომ რომ მე მაინც ხო დამჭირდება რაღაცაში და ასე რომ ყიდულობ იდოს. და ლучше хвренён. სახარი ვიყიდე. და ეს რაღაცა ჩუპა-ჩუპს ისკევი, მილენამ უბრალოდ კამილამ თხოვა. ეხლა. კამილა, გამოიცვალე? მოდი შენი კევი წაიღე. კევი წაიღე, თორე დაგრჩება მერე. შეინახე, ხო მალავ. მილენასგან მალავს კევებს, რომ მერე ერთმანეთს საჩქուն საახალწლოთ. აი ჩემი მწვანილი მეგობრებო, ესე გამოიყურება. ჭრიდა ვყინავ, მერე მოვატეხავ სასურველ ნაწილს. ჩავაგდებ საჭმელში და დანარჩენს ისე ვყინავ. აი ესე ვიცევი. ლობიოც მოიხარშა უკვე. ცოტა გუშინდელი კატლეტებიც კიდე მაქვს. შუები დამიმთავრდა, კამილა ისე ჭამდა შუებს, ისე ჭამდა, რომ აღარა მაქვს და მერე დარწმუნებული ვარ დღესაც მოითხოვს. ამას ეხლა უნდა ეს ჩვენი ხახვი უნდა მოვტეხოთ წვანილი და ჩავაგდოთ. დავაკვირდები მეყოფა თუ არა ჯერ. მე ცოტა კიდე. მიყვარს საჭმელში, როცა მწვანილიც კარგად ჩანს და სუნელებიც. ჯერ ესე იყოს. მარილიც, რა თქმა უნდა. მერე რავი, სუნელი რაც გიყვართ მეგობრებო. რაც მგონია რომ მოუხდება, იმას ვუკეთებ. ჩემი აზრით. თქვენი აზრი, რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი აქვს, ასე რომ სუნელებზე ნუ შემეკითხებით რას უშურებიო. აზია რა. ხშირ შემთხვევაში სუნელების დასახელებაც კი არ ვიცი. არ დამცინოთ. სად არის ზეთი? ესე ახლა ჯერ ცოტას დაველოდები რომ ეს წვანილი გალღვეს და ნიორიც უნდა ერთი კბილი საკმარისი იქნება, იმიტომ რომ ხახვიც ლომად არის. ეხაცებს მღერის კამილა ვნახოთ აბა რა შვება. რა შვები? ალაგებ ლოგინს, მილენას ლოგინი თვითონ ალაგოს ხო? არა, მე მეძინა აქვს. ხო, ვიცი, მაგრამ ეს ხო ამჯერად მილენას ლოგინია და თვითონ ალაგოს. მე სპეციალურად ხელი არ დავადე, იმიტომ რომ მინდა რომ თვითონ ისწავლო დალაგებ. მომეცე? დავდებ. ცოტა უფრო გაალამაზე ზემოდანაც კარგი და აქ კარგია. რამდენი გადასაფარებელი გაქალო. ოჩახდე. გემრიელად გეძინა ზემოთ? ეს ერთი ღამე შეცვალეთ ლოგინები თუ ეს ერთი კვირა თუ როგორ? ერთი ღამე? აჰა. აბა მაჩვენე, ნაძვის ხეები მაჩვენე. აი ესეთი. მაჩვენე კარგად, მაჩვენე, მოატრიალე.
აი ესეთი ნავალეჭკა შეუკვეთეს. თემუდან ხო? ძალიან მეზია. ჯიკუბესი მილენამა ეს იყიდა საახალწლოდ ესეც იყიდა. და მოკლედ სად? ლოგინზე როგორი სილამაზეა? ეგეც უნდა დაასვა, რა თქმა უნდა, სიღუნღულეში. ჩაღუნღულდეს ხო? ეხა ჯიკუბესი აკლია და მორჩა. ყოჩაღდე ლამაზია ძალიან. ჩამოდი. დე აკლია. კაი, ჩამოდი. ნამდვილი ჯიკუბესი. თუ იქნება კიდე მაშინ ლიბრეში მე თვითონ ვიყიდი. არა, ლიბრეში არა უცილებელი რამის ცოტა სხვანაირია ესეთი. გადასაფერებელი საახალწლო? კაიდე. ეს ბავშვების ოთახში ესეთი ნაძვის ხე აქვთ. აქაც მოიწყეს თავისი ესეთი საახალწლო განწყობა. ხან მეც მაქვს ესეთი ბალიში. იმასაც აქვს და შენც გაქვს. ნელა ჩამოდი, ნელა. მოვიდა, ცემი გოგო, მოვიდა. გამოიქცა მთელი ძალით. მთელი ძალით მეთქი. შემოსიცოცხლე. მაშ კარგად დაწერე შემაჯამებელი. ერთი რუიანზე არ ცხრიანზე მექნება. იმიტომ ორი თუ ერთთან დავწერე არის. კაიდე. ასე გონია? ძალიან კარგი. მოიძრე. რატო მოხვედი გოგო? ენა რაგელი შვილო დაწერე? ერთი რუიანზე ცხრიანზე დავწერდი. ოშა, მალადი. ეს რო რაღაც არასწორად გიკეთია მე მგონი. არა. არასწორად ჩაიწვი, არასწორად არა, ჩაიწვი. პირიქით. ზადამებული. ხო, რა ვიცი. ამას ნიშნავდა. მაინც კულტურში ვიდექ კულტურში. რატო? დედა როგორ თვალები. რატო? დედა როგორი თვალებით გიყურებს? რა არის ის გაცმევ ლამაზად, რო ქურთუკში იჯდე? რა წესია? იჰიჰიჰი. ესე გამოიყურება ჩემი ლობიოს სალათა. ძალიან გემრიელიაო, მილენამ ასე გვითხრა. გუშინ კატლეტი კიდე დამრჩა. ორი ცალი კატლეტი, პურის ნაჭერი და ჩუდო. ასე გამოიყურება მილენას სადილი. ესეთი სადილი აქვს მილენას დღეს. კამილას ექნება პატარა ჭადუკები. ესეთი პატარა ჭადუკები უყურს კამილას, ახლა გაგეცინებათ. ეს პატია ჭადუკები. ყველი და იმასაც ჩუდო. მოკლედ ახლა უნდა ვასადილო ბავშვები. ეს გაშრა დედა იყო. ამაშია ძალიან. მოდი თივა მაინც აჭამე რა. თივა მოიტანე რა დააჭამე. ბავშვებო, არაფერი არ აქვს, თივა აჭამე. მეც დაუდე დღეს სტაფილო. მაგრამ ხა შია. წადი მოიტანე რა დევაჭამოთ თივა. გაიქეცი, აი ჩაიცვი ფეხზე და მოიტანე თივა. აჩვია. ფეხზე ჩაიცვი, ქოშები ჩაიცვი. მიდი როგორ არა, აივანზე უნდა გახვიდე. აივანზე უნდა გახვიდე, დედა როგორ არა მიდი. როგორ ახალში? როგორ ახარ ლილო? როგორ ახარ? კარგად ხარ, არაფერს არ გაჭმევენ? აი, მოიტანე და ჩაიცვი ფეხზე. ურემას გახერას ვიდა მე ნახე. მოიტანე. არიქს დედა არ ჩანს და თუ დღეს არ მოვიდა, მაშინ ვეტყვი და ხვალ სადმე მეტროსთან შევხვდეთ, კაი? თქვენს წაგიყვანთ. აი სადმე ტორტინიში დავიჭრეს ან სადმე იმაში. ბუნდებში. კარფურში. არა ბურთებში არა, კაფეში დავიჭრეთ სადმე.
მოიცა შვილო მოიცა ეს რატო ჩააგდე რა გინდა დედა ეკო ძალიან ბაძიების არის მოიცა თუ ეს აქეთი ხო გამიხსენი დედა რა ძიხარ ბუტმინა არ უნდა კაი გამოდი აქეთკენ გამოდი მოიცა თიბა მინდა მარტო არა ეს იციკიტო მოდი მარტო თივას დაუდებ დღეს და ეგ ხვალ შვილო ეგ უკვე ჭამა გუშინ თუ გუშინ წინ და ეხლა მარტო თივა დაუდოთ ხო თან დღეს მარკოვკაც ჭამა უკვე არა ეგ არ უნდა დედა მიცა დე არ უნდა ეგ არ უნდა გოგო არ გესმის ნახე გადმოწურა ეს რა არის არ ვიცი დედა რაღაცა მშრალია ის ჩირია რაღაცის ნახე ხლაბა მოდი აბა მოდი საჭმელი მოვიდა ნიუ ხვალ წავიდეთ გლდანიმოლში და გლდანის სიძიმოლში თუნათია დღეს არ მოვიდა ხვალ წავიდეთ სკოლის მერე და იქ შევხვდეთ სადმეც დავჯდეთ კაფეში და თანადვის ხების დავათვალიეროთ უბრალოდ ვნახოთ აბა რა ფასებში არის თუ არის და ვისთან დავჯდეთ იმიტომ რომ გუში ვიყავით ფრესკოში და ძალიან ანუ ერთი ნაძვი 50 ლარა და არ მაგვეწონა იცით რატო ანუ საერთოდ ფუნფულა არისო აი ამაზე უფრო ცოტა ტოტი ქონდა არა და ფრესკოში ვნახეთ 210 სანტიმეტრია აი აქ ჩაგისვავთ მაგის სურათს აი აქ გვერდში ჩაგისვავთ მაგის სურათს და გაჩვენებთ როგორი ნაძვის ხე იყო ფრესკოში გუშინ 50 ლარად ამ დროს ხვებიც იყო 300 რაღაცა და ისეთი ფუნფულები და 300 ლარად კარგები იყო გენაცვალე მაგრამ არა ძალიან კარგები იყო ხო მაგრამ ძალიან 50 ლარად როგორიც იყო ეგ მე არ მომეწონა თუ გინდათ მაინც არა იყოს იქ უფრო კარგად დევს ეს აი დედა საბავშვო არისო სახატლოდ ვიყიდი დედა ნუ ეტაჟე შენ ხელით ხوار აკეთებ მაგას თითით აწყაპებ და თვითონ იმას აშურება ეგ ხوار არის როგორ ამას ვაწყაპებ ეგ კომპიუტერში არ არის არა, პლანისტერი ნამდვილი ის არის ანუ ჩვეულებრივი წიგნივით არის ბლოკნოტია ხო მაგრამ გასაკრასკი ეტაჟე ნუ все равно раскраска როცა შეგიძლია შენ თვითონ შენი ხელით დახატო შესაღები რა თქინდა ბევრად ნაფრი მაგარი არ არის მაგარია როცა შენით ხატავ რაღაცას და შენით იგონებ აი რამდენი თივა დაგიდე ხო ხარ ყმაყოფილი ახლა ხარ ყმაყოფილი მადლობა მითხარი ახლავე აი როგორი ჩაძრა განები დედა ნახე როგორი ჩაძრა ლილუ ჩელილუ ჩვენი საჭმელის მაგივრა თამაშობს რიგით თივა არა ამა სამოსა კიდეთ გარას მოკავს ეთყობა და ნეტა როგორ ჭამ მაგას დედა გადააფარე დედა საწოს ხო გითხარი მიდი ას მეუბნები უკვე 5-ში მიდი ახლა მიდი ყოჩახი გოგო იყავი დღეს და კარგად დაწერე დედა აბა ვნახოთ ეს მიიღებ და პასუხი როდის იქნებაო ხვალ ალბათ და ხვალ გაქვს არაფერი არ მოუციო ხვალ არ არის ჩვენი საქართველოს სადაც საქართველოს 4 შაბათია ხვალ მე რატო ვნახეს 5 შაბათს უყურებ გასაგებია მუსიკა რო არ ხანდა აი ჩვენ საქართველოს 4 შაბათს უყურებდი და იმიტომ
არა მომიღე მაინც. 4 შაბათი არის ხვალ. დღეს მეგვენა 4 შაბათი. რატომ ხაც, მაგრამ ბუნება ხო ჩაგიდე. В общем, რა ვიცი, ავიღე რა. ეგ არა უშავს, შენ თვითონ უნდა ჩალაგო ხოლმე შენი ჩანთა ის. იცი, იგი მუსიკა არ ჩაგილაგე და 500 ჯერ მითხარი უკვე რატო არ ჩამიდე, რატო არ ჩამიდე. ერთხელ გითხარ რა. 3 ჯერ უკვე. რა აი, უკვე 3 მესამე ჯერ. ჯერ აი მოვიდა. როდის? კუხნაშიც მითხარი რომ მოხედი მაშინაც მითხარი და ახაც მითხარი. არა. არა კუხნაში არ. მე დავითვალე უკვე 3 გამოვიდა. კი. გაბაზული ხალი ხარ. აი ვერ გაბრაზული, საერთოდაც. მაშინ არ დაიფ. დამცელი. აი ეს ნუინარი. ეს არის სკუბიდუ. სკუბიდუ პაპა. სკუბიდუ. ამულში შერხა სკუბიდუ და ძალიან მიყვარდა ბავშვობაში. ხოდა მაშინ გიყიდი საახალწლო საჩუქრა და ერთად ვაფერადოთ მერე. ხო? მე გაფერადება კი მიყვარს, მაგრამ მაგაზე ნამდვილად ახლა დროს არ დავხარჯავ და თან შენ ხატვა შეგიძლია, ქალბატონო ძალიან კარგად. დაუყურე და მარტო გაფერადება არ მაწყობს მე საერთოდ. ეგეც კარგია, მაგრამ ხატვა ჯობია. გაწყობს მე მაწყობს. ეგ არ ნიშნავს რომ არ დახატე. აი ეს დახატები გამოგივაფერე. მთლიანად სკუბიდუსია? ხო. ლამაზია ძალიან. ამით შემოძვირფასებო დღეს და გემშვიდობებით, ბევრი ლაიქები და კომენტარები, ძალიან გვიყვარხართ, მადლობა რომ გვიყურებთ და ჩვენთან ერთად დარჩით. დროებით.